სალამი მეგობრებო ყველას, დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა ავაწყოთ powerbank-ი, თუმცა სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო, ის შემთხვევაში თუ კი მოგწონთ. ამ ვიდეოში როგორც გითხარით, ავაწყოთ powerbank-ს, თუმცა ძირითადი ყურადღება მაინც იქნება გამახვილებული უშუალოდ powerbank-ის მოდულზე, რომელიც იდეაში powerbank-ში არის მთავარი ნაწილი. ზოგადად powerbank-ის აწყობა არის უმარტივესი, გვჭირდება მხოლოდ ორი კომპონენტი, ეს არის უშუალოდ ესეთი powerbank-ის მოდული და ასევე ლითიუმის აკუმულატორი. უბრალოდ ლითიუმის აკუმულატორი ერთსა როგორც წესი საკმარისი არ არის და ხშირად უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვაკავშირებთ რამოდენიმე ლითიუმის აკუმულატორს ერთმანეთთან პარალელურად. არ აქვს მნიშვნელობა პარალელურად იქნება შეერთებული ლითიუმის აკუმულატორი თუ მიმდევრობით, ყველა შემთხვევაში გადამისას უნდა გამოვიყენოთ ნიკელის ლენტი და წერტილოვანი შემდუღებელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სარჩილავი და კალა, ეს არის უბრალოდ შეხსენება, გამომდინარე იქიდან რომ ლითიუმის აკუმულატორს და ზოგადად ლითიუმს არ უყვარს გაცხელება, გახურება და თუ კი ჩვენ საკმარისად გავაცხელებთ ლითიუმის აკუმულატორს, ეს გარანტირებულად ხანძარს არ ნიშნავს, თუმცა ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ უბრალოდ აფეთქდეს, ან უბრალოდ წყობრიდან გამოვიდეს და საკმაოდ დიდი ზიანი მოგაყენოთ. თქვენ პროცესში ნელ-ნელა იხილავთ თუ როგორ იწყობა ლითიუმის აკუმულატორი, გამოვიყენეთ რა თქმა უნდა ესპორტი, გამოვიყენეთ ლითიუმის აკუმულატორები ერთმანეთთან გადავაბით წერტილოვანი შემდუღებლით, 3D პრინტერზე დავპრინტეთ ჩემივე შექმნილი 3D მოდელი, რაშიც უშუალოდ აი ამ ყველაფერს ჩავსვავთ და მივცემთ სრულყოფილ სახეს. ახლა გადავიდეთ ამ ბორდზე, ამ ბორდის მთავარი გმირი არის IP5328P, რაც არის აი აქ შუაში მოთავსებული, რეალურად ეს არის ამ ყველაფრის თავი და თავი, გამომდინარე იქიდან რომ ეს აკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ უშუალოდ ეს ჩიპი მონაწილეობს ლითიუმის აკუმულატორის დამუხტვაში, ასევე შიგნით აქვს ჩაშენებული step-up კონვერტერი, გამომდინარე იქიდან რომ ლითიუმის აკუმულატორის ნომინალური ძაბვა არის 3.7 ვოლტი, ხოლო მაქსიმალური არის 4.2 ვოლტი და ჩვენ ვიცით რომ ტელეფონის დასამუხტად გვჭირდება მინიმუმ 5 ვოლტი და აქედან გამომდინარე გვჭირდება step-up კონვერტერი. დამუხტვის ეფექტურობა თუ კი დატაშიც დაუჯერებთ არის 90-დან 97%-მდე. ასევე რაც ძალიან კარგი ფუნქცია არის ამ ბორდში, არის ის რომ აქვს USB-C PD ხარდაჭერა, ანუ power delivery, ეს არის აბსოლუტურად სხვა ვიდეოს თემა, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი თემა არის, თუმცა გეტყვით რომ აი ამ პროტოკოლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტელეფონი, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ტელეფონსაც აქვს მსგავსი ფუნქციის ხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად შეგვიძლია დავტენოთ. ასევე დიდად აღსანიშნავი არ არის ეს ფაქტობრივად ყველა powerbank-ის მოდულს აქვს, აქ გვაქვს 4 წალი LED ნათურა, ეს არის ძაბვის ინდიკატორი, უბრალოდ ტევადობის ინდიკატორი, მოდი ესე დავუძახოთ, ანათებს ესე იგი 4 წალი LED ნათურა და ჩვენ ამ LED ნათურების მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ 100%-ზე არის დამუხტული, 75-ზე, 50-ზე თუ 25-ზე ჩვენი ლითიუმის აკუმულატორები. ასევე აქვს ისეთი თავდაცვის ფუნქციები, როგორიც არის ის, რომ მაგალითად ლითიუმის აკუმულატორი არ დაიტენოს 4.2 ვოლტზე უფრო მეტად, არ ჩამოწდეს რაღაც გარკვეულ ქვედა ზღვარს, რის შედეგადაც უკვე ლითიუმის აკუმულატორი ზიანდება და შესაძლებელია დამუხტვა საერთოდ აღარ დაექვემდებაროს. ასევე აქვს მოკლე ჩართვისგან დაცვა და სხვა დაცვის მსგავსი ფუნქციები. ამ IP5328P-ს აქვს სხვა კიდევ ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ დღეს მინდა ესე იგი შევეხო კვების გზის მართვის პროტოკოლს. დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა იქნება ეს. და მოკლედ ეხლა ერთი მაგალითი მოვიყვანოთ და ნელ-ნელა უკვე გეტყვით თუ რას აკეთებს ეს კვების გზის მართვის სისტემა. წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, გვაქვს powerbank-ი, რომელიც არის დამჯდარი, ან თუნდაც რა ვიცი, დატენილი იყოს ნახევრად, არ არის პრობლემა და გვაქვს ასევე ტელეფონი. ჩვენ გვინდა რომ ცალკე ადაპტერით დავტენოთ, ანუ რითიც ვტენით ხოლმე იდეაში powerbank-ს, შევაერთოთ ესე იგი powerbank-ი დამტენზე და უშუალოდ powerbank-ზე შევაერთოთ ჩვენი ტელეფონი. ანუ ერთდროულად დავტენოთ powerbank-ის და ჩვენი ტელეფონიც. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ, სავარაუდოდ ხდება ისე, რომ ლითიუმის აკუმულატორი თან იტენება, თან იცლება. იტენება, იმიტომ რომ შეერთებული გვაქვს powerbank-ი დამტენზე და იცლება, იმიტომ რომ powerbank-ზე გვაქვს უკვე შეერთებული ჩვენი მობილური ტელეფონი. რეალურად იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს კვების გზის მართვის პროტოკოლი, ამ შემთხვევაში კი ნამდვილად ზუსტად ესე ხდება, თუმცა ინჟინერული თვალსაზრისით ეს არ არის მაინც და მაინც სწორი და სრულყოფილი მიდგომა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ეფექტურობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი powerbank-ის სისტემაში, იკლებს
შესაბამისად სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა და რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლითიუმის აკუმულატორის რესურსი საგრძნობლად მცირდება. და power bank-ში და ზოგადად პორტატულ მოწყობილობებში, ანუ ეს თემა, რაც არის კვების გზის მართვის პროტოკოლი, ეხება აბსოლუტურად ყველა ნორმალური ხარისხის პორტატულ მოწყობილობას, არა მარტო power banks. შესაბამისად, ლითიუმის აკუმულატორის რესურსის გაფრთხილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამ სამი ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად, პრობლემის აღმოსაფხვრელად არის შექმნილი კვების გზის მართვის პროტოკოლი. ახლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც გვაქვს ეს სისტემა და შევაჯამოთ ის შემთხვევა, როდესაც არ გვაქვს, მაგ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს, ლითიუმის აკუმულატორი თან იტენება, თან იცლება. ამაზე შევთანხმდეთ. იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ეს სისტემა, წარმოვიდგინოთ ისევ იგივე მაგალითი, გვაქვს power bank-ი შეერთებული დამტენზე, ხოლო ტელეფონი გვაქვს უშუალოდ power bank-ზე შეერთებული. ის დამტენი, რომლითაც იტენება power bank-ი, არის პირობითად 20 ვატიანი. ხოლო ჩვენი ტელეფონი არის პირობითად 90%-ზე დატენილი და შევაერთეთ power bank-ზე, რომ სიტუაცია 100%-მდე დავტენოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც 90%-ზე არის ტელეფონი დატენილი, მოითხოვს პროსტოვეთ power bank-იდან ნაკლებ სიმძლავრეს და ავიღოთ პირობითად 5 ვატი. ამ შემთხვევაში უკვე, როდესაც კვების გზის მართვის სისტემა გვაქვს, ეს სისტემა ერთვება საქმეში და აკეთებს შემდეგ რაღაცას. ანუ კვების უბრალოდ სიმძლავრის განაწილებას ახდენს უბრალოდ ჭკვიანურად. რაც გულისხმობს შემდეგს. როდესაც ტელეფონი ითხოვს power bank-ისგან 5 ვატს, ეს სისტემა დგება და ამ 5 ვატს ტელეფონს აწვდის უშუალოდ დამტენი ადაპტერიდან, ანუ იმ დამტენიდან, რითიც ჩვენ power bank-ს ვტენით. ამ შემთხვევაში ლითიუმის აკუმულატორი ტელეფონის დამუხტვის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს და პირდაპირ 5 ვატი რაც ტელეფონს სჭირდება და ტელეფონი ითხოვს power bank-ისგან, ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ უშუალოდ ადაპტერიდან რითიც იტენება power bank-ი გაუშვას პირდაპირ ტელეფონში ლითიუმის აკუმულატორის გვერდის ავლით. ეს მე მგონი საკმაოდ გასაგები არის, თუმცა გვჭირდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის რომ ადაპტერი გვაქვს 20 ვატიანი, შესაბამისად გვჭირდება 15 ვატი, გამომდინარე იქიდან რომ 5 ვატი უკვე გამოყენებული არის იმისთვის, რომ დაიტენოს მობილური ტელეფონი. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ამ შემთხვევაში ლითიუმის აკუმულატორი არ იღებს მონაწილეობას ტელეფონის დატენვაში. ეს კვების გზის სისტემა უშვებს დარჩენილ 15 ვატს ადაპტერიდან უშუალოდ ლითიუმის აკუმულატორის დასამუხტად. ამ შემთხვევაში კი ეფექტურობა იზრდება ბუნებრივია, გამოიყოფა სითბოს ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობა და რაც ყველაზე მთავარია, არასაჭირო მომენტში ლითიუმის აკუმულატორი არ იღებს მონაწილეობას სხვა მომხმარებლის დამუხტვაში. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ლითიუმის აკუმულატორის რესურსს გავუფრთხილდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ პორტატულ მოწყობილობაში მთავარი კომპონენტი არის ლითიუმის აკუმულატორი, აქედან გამომდინარე, ამ სისტემის მეშვეობით ჩვენ ვახანგრძლივებთ ლითიუმის აკუმულატორის რესურსს. ალბათ თქვენ გაგიჩნდებოდათ კითხვა, ვინ არის ესეთი ადამიანი, ვინც თან ესე იგი ტენის power banks და ამავდროულად ტენის ტელეფონს. გაგეცინებათ და ამისგან დაზღვეული არავინ არ ვართ, ზუსტად მაგიტომ არის ყოველი შემთხვევისთვის მაინც power bank-ში ჩასმული ეს ფუნქცია, რამოდენიმე დღის უკან ზუსტად იგივე ანალოგიური სიტუაცია შემემთხვა. ჩემი ტელეფონის დამტენი, რომელიც ტელეფონი იტენება Lightning კაბელით, უბრალოდ გამიფუჭდა და მქონდა მხოლოდ Type-C კაბელი. ასევე მქონდა აი ესეთი power bank-ი, რომელიც ჩემი აწყობილი არ არის, თუმცა იტენება Type-C კაბელით. ესე იგი, ეს power bank-ი იყო დამჯდარი, ჩემი ტელეფონიც იყო დამჯდარი. უცბად გახდა საჭიროება იმის, რომ ტელეფონი გავუმეყენებინა, მაგრამ ვერანაირად ვერ დავმუხტავდი, გამომდინარე იქიდან, რომ Lightning კაბელი უბრალოდ აღარ მქონდა. ამ power bank-ს აქვს თავისივე გამოყვანილი Lightning კაბელი და ერთადერთი გზა ჩემი ტელეფონის დასამუხტად იყო ის, რომ შემერთებინა დასამუხტად იმ ერთადერთი Type-C კაბელით, რომელიც მქონდა და უშუალოდ ამ power bank-ის Lightning კაბელით დამეტენა უკვე ჩემი ტელეფონი. ну შეიძლებოდა რომ დამეცადა იმისთვის რომ დამუხტულიყო და შემდეგ გავამეყენებინა, თუმცა სასწრაფოდ ჭირდებოდა ტელეფონი, შესაბამისად მომიწია პარალელურ რეჟიმში ორივე მოწყობილობის ერთდროულად დამუხტვა. ვერავინ ვერ იტყვით რომ ესეთ რაღაც მე არ მომივა, ან მე არასოდეს არ გამოვიყენებ და უსარგებლო ფუნქცია არის, გამომდინარე იქიდან რომ ესეთ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერს
მოუხდეს, მაგრამ მაგ ყველაფერს მოდი თავი გავანებოთ, მოდი ამ power bank-ის მაგალითსაც შევეშვათ და ავიღოთ ლეპტოპის მაგალითი. ლეპტოპის შემთხვევაში ზუსტად იგივე კვების გზის მართვის სისტემა ერთვება საქმეში, იმისათვის რომ ლითიუმის აკუმულატორის რესურსი მაქსიმალურად ესე იგი დიდხანს გამოვიყენოთ და ზუსტად იგივენაირად არის თუ დავფიქრდებით, როგორც power bank-ის შემთხვევაში იყო, გვაქვს ესე იგი ადაპტერი, რითიც უშუალოდ ლეპტოპს ტენით, გვაქვს შიგნით ლეპტოპში ლითიუმის აკუმულატორი და მისი ეგრეთ წოდებული power bank-ის მოდული, რა თქმა უნდა, განსხვავებული არის, მაგრამ სისტემა არის აბსოლუტურად იგივე და გვაქვს მომხმარებელი, უბრალოდ ტელეფონის მაგივრად გვაქვს მაგალითად პროცესორი, გვაქვს ვიდეო ბარათი, გვაქვს რა ვიცი, SSD, ოპერატიულები და მოკლედ ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე ხდება, როდესაც გვაქვს ლეპტოპი დამტენზე შეერთებული და ალბათ ვერავინ ვერ იტყვით იმას, რომ ვის გაუგია თან ლეპტოპს იყენებდე და თან დამტენზე კონდეს შეერთებულიო, ეს უფრო ხშირად ხდება ჩემი აზრით, ვიდრე ის რომ თან ლეპტოპს ვიყენებ და დამტენზე არ გვაქვს შეერთებული. აქედან გამომდინარე, ზუსტად ანალოგიური შემთხვევა არის, ზუსტად იგივენაირად ხდება, როდესაც გვაქვს დამტენზე შეერთებული ეს კვების გზის მართვის სისტემა, იმ ენერგიას, რაც სჭირდება ჩვენს მომხმარებელს, უბრალოდ ტელეფონის მაგივრად კომპიუტერის დეტალებს, რაც უკვე ჩამოგითვალეთ, კვების ნაწილს აწვდის უშუალოდ ადაპტერიდან, ანუ ლეპტოპის დამტენიდან, ხოლო დარჩენილი ნაწილით უკვე ესე იგი ხდება კომპიუტერში, ლეპტოპში არსებული ლითიუმის აკუმულატორების დამუხტვა. მოკლედ ეს იყო მთავარი მიზეზი ამ ვიდეოს ჩაწერის, ეს კვების გზის მართვის სისტემა, სხვადასხვა ეს ინგლისურიდან მე გადმოვთარგმნე ქართულად და შესაბამისად თუ რამე არასწორად არის შეგიძლიათ ჩემი სწორად, არ ვიცი, მე ქართულად არსად არ წამიკითხავს, არც გამიგონია სამწუხაროდ. ასევე თუ რაიმე კითხვა იქნებათ, კარგად იცით რომ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და გაგცემთ მაგაზე აუცილებლად პასუხს. და რა ვიცი, რაც შეეხება კიდევ IP5328-ის, ბევრი კიდევ საინტერესო ფუნქცია აქვს, რაც აღარ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრი საბაზისო ფუნქცია აქვს, ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია აქვს. შეგიძლიათ დატაშიტი წაიკითხოთ, ანუ რომ ChatGPT-ს დააწერინოთ, რომელი კარგი ფუნქციები აქვს, რომ სრულყოფილად იცოდეთ თუ რას აკეთებს, თუ კი ამ ბორდის გამოყენებას დააპირებთ. ასევე ხო, ეს power bank-ის 5, რა თქმა უნდა, ჩემი შექმნილი არის, რასაც ახლა თქვენ ცოტა ხანში ნახავთ, ანუ სრულყოფილ სახეს. ამ 5-ის 3D მოდელის მოცემა შემიძლია თქვენთვის, თუ კი ვინმეს დაგჭირდება ზუსტად იგივენაირი power bank-ის აწყობა. 3D მოდელს სრულად უფასოდ მოხსნით, რა თქმა უნდა, არ მენანება, თუ გაქვთ პრინტერი ან თქვენს მეგობარს აქვს, შეგიძლიათ დაპრინტოთ და ააწყოთ იგივენაირი power bank-ი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი არ გაქვთ პრინტერი, შეგიძლიათ მომწეროთ, სამწუხაროდ ამაში უკვე უფასოდ ვეღარ გამოყვებით, მაგრამ დამერწმუნეთ, მაქსიმუმად ვეცდები, რომ არ გაგწეწოთ და მოკლედ რაღაც ძალიან შეღავათიან და მინიმალურ ფასში შემიძლია ეს ან რამე ნებისმიერი სხვა 3D მოდელი დაგიპრინტოთ. ახლა კი უყურეთ უშუალოდ აწყობის ვიდეოს, თუ რაიმე კითხვა გქონდათ, კიდევ გავიმეორებ, რომ შეგიძლიათ დასვათ კომენტარებში. სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დაალაიქოთ, ძალიან ვთხოვთ, რომ არხი გამოიწეროთ და რა ვიცი, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.